გამარჯობათ, ფინანსური კვირა კვლავ ბრუნდება ყოველ ხუთშაბათს. მე რატი ქირა გახლავართ, ტრეიდერების ჰაბის ხელმძღვანელი და დღეს გვყავს მორიგი ჩვენი გუნდის წევრი კესო ზირაქაძე, Bulls and Bears ჟურნალისტი და მოგეთ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, რომელიც ჟურნალისტიკის მართლობად ფინანსების მართლობას უძღვება. კესო, როგორ ახლა პირველ რიგში? გმადლობთ, კარგად თქვენ როგორ ხართ? კარგად, მადლობა. პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვარ Bulls and Bears-ის ჟურნალისტი კესო ზირაქაძე და მადლობერი ვარ, რომ აქ ვარ და მომიწვიეთ აქ. მოკეთ, ძალიან საინტერესო რაღაცები გვაქვს მომზადებული და უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს დრო და მოდი პირველ რიგში იმ თემას შევეხოთ, რაც არის მაგალითად ქალები ფინანსებში, ქალები ინვესტიციებში, ვაჭრობაში და ვიცი რომ ამ თემაზე გვაქვს რაღაცა მომზადებული და შეგვიძლია რომ ჯერ ეს თემა განვარცხოთ და მე გადავიდეთ იმ სიახლეებზე, რაც დღეს ფინანსურ ბაზრებზე გვაქვს. კარგით, პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ზოგადად არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალებს არ შეუძლიათ ფინანსებში რაღაც მონაწილეობა მიიღონ მინიმალურად და მით უმეტეს, როცა ეხება ტრეიდინგს. მაგრამ ამის ბევრი მაგალითი არსებობს, რომ ქალები ნამდვილად არიან წარმატებული ტრეიდერები და ფინანსისტები. რამდენიმე მაგალითი მაქვს მოყვანილი, აქ ჩამოწერილი მაქვს. პირველი მინდა ლინდა რაშხზე ვისაუბრო, რომელიც 1980-იანი წლებიდან უკვე შემდგარი ტრეიდერია, ისე რომ ვთქვა და ერთ-ერთ ლეგენდასაც კი უწოდებენ დეი ტრეიდერის. კი, საკმაოდ ცნობილი ქალბატონია. და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ტრეიდერად მსოფლიოში. და ასევე დღეს ის სტრატეგიებსაც კი წერს, რომელსაც დღეს ტრეიდერები იყენებენ ჩვეულებრივად. შემდეგი მინდა ვისაუბრო კეტი უდზე, რომელიც გახლავთ ინვესტორი. იგი ცნობილი არის იმით, რომ ტესლაზე საკმაოდ დიდი ფსონი დადო, რომელსაც საკმაოდ ბევრს არ შეეროდა, თუმცა რეალურად საკმაოდ გამოსადეგი გახდა ეს ყველაფერი. იგი მილიარდიანი ფონდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახლავთ დღეს, როგორც არის ARK-ის ინვესტინგის დამფუძნებელი. არის და შემდეგი ეს ვინც ყავს მოყვანილი, ეს არის ახალგაზრდა ტრეიდერს უწოდებენ, ყველაზე ახალგაზრდა ტრეიდერს, ეს არის ლორენს სიმფსონი. იგი ცნობილი არის, რომ ყველაზე ახალგაზრდა ტრეიდერი ქალი იყო მსოფლიოში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და თვითონ ტრეიდინგით ყველაზე ახალგაზრდა ქალი არის. იგი საკმაოდ ღარიბ ოჯახში იზრდებოდა და არავის არ შეეროდა მისი, რომ ესეთი წარმატებული ახალგაზრდა ქალი ტრეიდერი გახდებოდა, თუმცა დღეს საკმაოდ მოტივირებული სპიკერი არის. ძალიან კარგი, ხო, იმიტომ რომ ზოგადად მარტო საქართველოს სტერეოტიპი არ არის, ზოგადად სოფლიოში გვაქვს ეგეთი სტერეოტიპი, რომ რატოღაც ქალბატონები, ასე ვთქვათ, ასეთ ტექნიკურ მიმართულებას, როგორც არის ფინანსები, ინვესტიციები და ტრეიდინგი, რატოღაც არ ეკარებიან და განსაკუთრებით მithumetes რა თქმა უნდა ვიცით რომ მუშაობ ჩვენ ჟურნალზე და გიწევს ფინანსურ თემებზეც მუშაობა და ესეც ერთ-ერთი ნაწილია. შეიძლება მაგალითად არ იყო თუნდაც იმ მიმართულებად რომ ინვესტიციები და ტრეიდინგი გესმას, მაგრამ აუცილებელია რომ მინიმუმ კონდეს ცნობიერების დონე ამაღლებული, როცა თუნდაც ვეხებით ფინანსებს და ფინანსურ ბაზებს. მოკეთ, მოდი გადავიდეთ საინტერესო ამბები მაქვს და მინდა რომ რადგან აი ამ წამს მოხდა თუნდაც ამერიკაში დღეს ველოდებოდით 17 საათს და 30 წუთზე უნდა გამოსულიყო უმუშევრობის მაჩვენებელი ამერიკაში, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია ეს სვლადი ამერიკაში მოკეთ მოლოდინის რეჟიმში იყო და უმუშევრობაზეც ვიტყვი რა ხდება ზოგადად რატო ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ შატდაუნის შემდგომ გამოშვებული ინფორმაციები იყო სექტემბრის, თუმცა დღევანდელი გამოსული ინფორმაცია, რომელიც ჯერჯერობით ეხაც ვაკვირდები, რომ არ არის ასახული და იგვიანებს მონაცემები პლატფორმებზე, მაგრამ მოლოდინი იყო დღეისთვის, რომ უნდა ყოფილიყო უმუშევრობის კლება, ანუ ყოველკვირეული სვლადი, რომელიც გამოდის, ჯერჯერობით კიდევ გადატანილი არის 58 წუთში მოხდება მისი გამოტანა, ან მე შემეშალა, მაგრამ დღეს ველოდებოდ ზუსტად ამ მომენტში გამოდის ხოლმე, მაგრამ ეთქვა გადატანა ხდება. მოკეთ, მოლოდინი არის ის, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ამერიკაში მზარდი იქნება, თუმცა ასევე ზუსტად 10 დეკემბერს დაახლოებით 6 დღეში ამერიკაში გამოვა ფედერალური რეზერვების განაკვეთი და ამ ფედერალური რეზერვების განაკვეთით დავინახავთ რამდენად გაიზრდება დოლარზე მოთხოვნა ამერიკაში. ხომ არ გაქვს ჩვენთვის ამე საინტერესო ინფორმაციები, რომ თან ეგეც განვიხილოთ და მე რაღაცად გავაჯეროთ ჩვენი ამბები და გავანალიზოთ რა ხდება ბაზრებზე.
პირველი ინფორმაცია, რაც მაქვს მოტანილი, ეს არის Warner Brothers-ის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია. 3 დეკემბერს Bloomberg News-ის ცნობით Paramount Skydance-მა Warner Brothers Discovery-ს შესთავაზა თავის ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ, თუმცა რეალურად ხელშეკრულება ჩაიშალა, ან უпростоრად ჩაშალეს Paramount Skydance-მა და ამის გამო უწევს, რომ საფასური გადაიხადოს 2.1 მილიარდი დოლარიდან, მაგრამ გაიზარდა 5 მილიარდ დოლარამდე. ეს არის თანხა, რომელიც რეალურად Warner Brothers Discovery-ს უნდა მიიღო, თუმცა იმას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რაღაც კონკრეტულ შეთანხმებამდე მივლენ. მაგრამ ეს შეთანხმება ვერ შედგა, უფრო მეტიც რეალურად არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია ამის შესახებ კომენტარი, უარი განაცხადეს რეალურად, მაგრამ Warner Brothers Discovery-ს უკვე მეორე ტალღა მოუვიდა შეთავაზებების, ესე რომ ვთქვათ, განსაკუთრებით მინდა გამოყო Netflix-ის შემთხვევაში. Netflix სურს, რომ შეისყიდოს მთლიანად ეს Warner Brothers Discovery და ამის გამო Paramount Skydance-ი, Comcast-ისა და Netflix-ის ბანკიორები შაბათ-კვირის განმავლობაში, ესე რომ ვთქვათ, მუშაობდნენ გაუმჯობესებული წინადადების შესახებ, რომ Warner Brothers-ის მთლიანად ან ნახევრად მაინც სურთ, რომ შეიძინონ. ასევე ბოლოს მინდა ისიც დავამატო, რომ HBO-სი და CNN-ის მფლობელთა საბჭომ ოქტომბერში უკვე უარი თქვეს Paramount Skydance-ის შეთავაზებაზე, რომელიც დაახლოებით 60 მილიარდ დოლარზე იყო საუბარი. შორის ხო Netflix-ისკენ უფრო ვიხრები, იმიტომ რომ Netflix-ის შემოქმედება ალბათ გვინახავს სამდენად კარგად ანვითარებს თავის პროდუქტებს, ამიტომ კი ძალიან დიდი მოთხოვნა მაგ კომპანიაზე და საინტერესოა როგორ დასრულდება მაგ კომპანიას ემართებაში მოკეთ მის ჯელობები, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო შემთხვევაა, რომ ასეთი გიგანტი კომპანია იყიდება და ნახოთ რა მოხდება, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესოა. თან სრულებით რომ სურთ ამის შეძენა და მაგაზე რომ არის საუბარი, უფრო საინტერესო არის. მაინტერესებს მოვლენები. ოკეი, ძალიან საინტერესო. მეც ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაქვს, იმიტომ რომ AI ხო ყოველდღიურობაში კი არსებობს, ალბათ ყველა იყენებს, მე მგონი მინიმუმ უფასო ChatGPT-ის ვერსიას, რომელიც კარგად ვიცით, რომ არის OpenAI საკუთრება და ეს კომპანია ჯერჯერობით არ არის საფონო ბირჟაზე, მაგრამ ბევრი კითხულობს ხოლმე როგორ ვიყიდო OpenAI-ის აქციები, მაგრამ შეუძლებელია, მაგრამ რა ბოლო მონაცემებით რაც ვიცით დაახლოებით შესაძლებელია, რომ ეს კომპანია OpenAI გამოჩნდეს ბაზარზე როგორც შესყიდვის კომპანია IPO მიმართულებით რაღაც 2027 წელს, მაგრამ მანამდე კვლავ გაფართოვდება ინდოეთის უდიდესი IT ტექნოლოგიური კომპანიას მიმართებაში, რომელსაც ქვია Tata Consulting Services, ესე ქვია Tata მოკეთ ესე ვთქვათ და ეს ინდური კომპანია საკმაოდ დიდი არის და ცნობილი არის თავისი პროგრამული უზრუნველყოფებით და cloud სისტემა, ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალიან კარგად აქვს შემუშავებული, დასაქმებული ყავს დაახლოებით 600,000-ზე მეტი თანამშრომელი ინდოეთში და მუშაობს 46 ქვეყანაში. მოკეთ რა უნდა OpenAI-ს ამ კომპანიასთან, ის უნდა რომ გამოიყენოს ამ კომპანიის ბაზები, ინფრასტრუქტურა, რომ კიდევ უფრო მეტი დატვირთვით მოხდეს OpenAI-ის გამოყენება გლობალურად და მოკეთ აი ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თან ამავდროულად ესეთი საინტერესო ამბავი არის კიდევ რომ პარალელურად, რადგან გასაგებია რომ კომპანია არ ივაჭრება საფონო ბირჟაზე, მაგრამ ყველა ინტერესდება რა იქნება დაახლოებით ამ კომპანიის აქციის ფასი, როცა ის გამოვა საფონო ბირჟაზე. არის შესაბამისი პლატფორმა, რომელსაც ქვია რომ pre-IPO-ზე, საერთოდ IPO-ზე მოხდება და კერძო კომპანიის აქციის ღირებულება, რომელიც არც მეტი არც ნაკლები უკვე შეფასებული არის $723. ანუ გამოდის კესო, რომ როცა ეს კომპანია უკვე IPO-ზე გამო 2027 წელს, შეიძლება რომ მისი ერთი აქციის ფასი უკვე $1,000 მეტი ღირეს, ანუ ამდენ ხელაზე, რამხელა მოთხოვნა არის ამ კომპანიაზე, რომ მოკეთ AI-ის მიმართულებით როგორც მოწინავე კომპანია, მოკეთ ფართოვდება და ინდოეთის კომპანიის დახმარებით უნდა რომ კიდევ უფრო მეტად გლობალურ ბაზარს მოედოს. ხო, მოკეთ ეგეთი ამბავი არის, მაგრამ ნუ ვერ ვახდენთ რეალურად ამ ინფორმაციაზე, რაცაც გარიგებას რომ რაღაცა ვიყიდოთ, მაგრამ ველოდებით შედეგებს.
მეც მინდა ერთი საინტერესო ინფორმაცია გაგაცნოთ კიდევ. ეს არის ჩერნოვის შესახებ, რომ ჩერნოვმა 3 დეკემბერს ეს რომ თქვა გამოაცხადა და განაცხადა, რომ 2026 წლის საინვესტიციო დანახარჯები დაახლოებით 18-დან 19 მილიარდ დოლარს შორის იქნება. რაც საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ ამ კომპანიის ძირითადი ყურადღება მიმართული არის ამერიკის შეერთებული შტატების წარმოებაზე და გაიანაში ახლად შეძენილი ნავთობის აქტივებთან დაკავშირებულ ინვესტიციებზე. ეს მაჩვენებელი კომპანიის ადრე გამოცხადებულ პროგნოზს რომ შევადაროთ, არის საკმაოდ ქვედა ზღვარზე, რომელიც 2030 წლამდე გულისხმობს 18-დან 21 მილიარდ დოლარამდე თანხას. აშრას მეორე უმსხვილესმა ნავთობის კომპანიამ ასევე განაცხადა თავის გეგმა, გამოაქვეყნა ესე რომ ვთქვათ წინა თვეში, რომლის მიხედვითაც ხარჯები უფრო მეტად შემცირდებოდა, რაც გაზრდიდა მეტად ეფექტიანობას, რაც შესაბამისად ინვესტორებს უფრო მომგებიან ხარჯებსა და დანარჩენ ინვესტიციებს გულისხმობს. ეს არის გათვლილი ბოლო 10 წლეულებზე, ესე რომ ვთქვათ. ამასთან დაკავშირებით ასევე ჩერნოვის უშუალოდ აღმასრულებელმა დირექტორმაც გააკეთა კომენტარი. ახლა კი მინდა ვისაუბრო უშუალოდ იმ ხარჯებზე, რაც არის გაწერილი მათი. ჩერნოვის თქმით, დაახლოებით 17 მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი upstream-ის ოპერაციებზე, რაშიც 9 მილიარდი დოლარი უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის გათვლილი. საინტერესოა ისიც, რომ 6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს ამერიკულ შეილში და მომავალ წელს ამით განსაზღვრავს, რომ 2 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გამოიყოს ყოველდღიურად ეკვივალენტის წარმოებისას. ოფშორული წარმოებისთვის ხარჯებს რაც შეეხება, დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი ამისთვის, ასევე downstream-ის მიმართულებასაც რომ ვისაუბროთ და მის ინვესტიციებზე, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით ოდნავ ნაკლებად არის ესე რომ ვთქვათ გამოყოფილი და საბოლოოდ მინდა აღვნიშნო ასევე ჩერნოვმა ივლისში დახურა 55 მილიარდიანი დოლარის ჰესის შეძენა, რომლის მთავარი აქტივიც არის 30%-იანი წილი გაიანას სტაბროკის ნავთობის მასივში. ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ნავთობის მიმართულებაც ძალიან მზარდია და ბარემ კიდევ ერთ საინტერესო თემით შემოვიფარგლები, იმიტომ რომ Philips-ი კომპანია ყველა მიცის და Philips-ი იდეაში, შევაბერმა არ იცოდეს, მაგრამ ნიდერლანდული კომპანია, რომელიც ჯანდაცვის ტექნოლოგიური კომპანიად არის მიმართული. ინფორმაცია არის, რომ მათი აქციები ძალიან გაუფასურდა 6%-ზე მეტად დაეცა და პრობლემა არის მათი შემოსავლებიდან, ამონაგებიდან, რომელსაც იდეაში გვპირდება, რომ 2026 წლიდან CEO აღმასრულებელი დირექტორი როი გვპირდება, რომ რეალურად რაღაცა იქნება და შემდეგი პროგნოზი იქნება 4.5%-იანი ისეთ და მაგრამ საინტერესო ფაქტი იმდოდა, რომ Philips-ს მომეყოლა, რომ იდეაში როცა ეს ინფორმაციას ვაცხადებ, შეებაბერმა იფიქროს, რომ რა შუაში ჯანდაცვაო, მაგრამ Philips-მა 2000-იან წლებში მოკეთ თავისი სატელევიზიო მიზნები და ამოცანები და რაც ჰქონდა გაკიდების მიმართულება და არ მარტო ტელევიზორები, DVD და CD და სხვა მრავალი 2000-იან წლებში გაყიდა და ის გადაულოცა TP Visions, რომელიც არის ჰონკონგური კომპანია, კი რა თქმა უნდა Philips-ის ბრენდის სახელით გამოდის, თუმცა აღარანაირი კავშირი არ აქვს Philips რეალურად ჰოლანდიურ ბრენდს, აღარანაირი კავშირი აქვს რეალურად ამ Philips-თან, ამიტომ უბრალოდ გადასულიანი ჯანმრთელობის მიმართულებით ტექნოლოგიას ქმნის Philips-ი დღესდღეობით ევროპაში და სამედიცინო აღჭურვილობა ეს შეიძლება იყოს სკანერები, MRI, ძალიან ცნობილი მოწყობილობა, მონიტორინგ სისტემები და ასე შემდგომ, მაგრამ რეალურად ერთი პრობლემა ის გვაქვს, რომ Philips-ის აქციები უფასურდება, უკვე გაუფასურებული არის -6%-ით და წელიც ალბათ ასეთი იქნება, რომ დაიხურება მათი შემოსავლები მინუსში და არა პლუსში. მოკეთ ესეთი ინფორმაციები გვაქვს მოუსადებული დღეისთვის, რაზეც ვისაუბრეთ. მადლობა, კესო, შენ ასე ვთქვათ, ამომწურავ ინფორმაციები და ის რომ მოუწოდოთ კიდევ ერთხელ მანდილოსებს რომ ჩაერთეთ აი ამ მიმართულებით, რაც არის ინვესტიციები და ყოველთვის არის სარგებელი იმაში, რომ მინიმუმ გეცოდინებათ როგორ მართოთ თქვენი პოტენციური შემოსავლები და როგორ შეიძლება რომ ისწორად გადაანაწილოთ, თუნდაც
დაბალ რისკიან პორტფოლიოში. ჩვენ ამ ინფორმაციებით დავემშვიდობოთ ჩვენს მსმენელებს და შევახსენოთ, რომ ყოველ ხუთშაბათს 16:25 წუთზე გელოდებით, იმიტომ რომ ყოველთვის გაგიზიარებთ საინტერესო ინფორმაციებს. ნუ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 50 წუთში გამოვა ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც ამ ეტაპზე პროგნოზირებულია როგორც უარყოფითი შედეგებით, ამიტომ დაველოდოთ 47 წუთში რა იქნება ამერიკის ბაზარზე. მადლობა ამ ინფორმაციებით გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. გმადლობთ თქვენ. ნახვამდის.